უპირველეს ყოვლისა მე მინდა ვთქვა, რომ მე მართლა ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ვიმყოფები. აი დღეს მე ვფიქრობ იმის შესახებ, ჩვენ ქართველები ვინ ვიყავით, დღეს ვინ ვართ და ხვალ ვინ ვიქნებით. ეს აქტუალური კითხვა, რომელიც დღეს დგას ქართველი ერის წინაშე. ძველი რომაელები ამბობდნენ, შეიცანი თავი შენი. ლათინურად noscete ipsum. და ყოველმა ჩვენთაგანმა უნდა შეიცნოს, ვინ არის ის, რისთვის მოიდა, რა უნდა გააკეთოს, ან თავისი თავისთვის, ან სამშობლოსათვის. ღმერთმა მისცა ადამიანს თავისუფალი ნებისყოფა. ადამიანს შეუძლია აირჩიოს ან კეთილი, ან ბოროტი. და ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც დგას სიკეთესთან ერთად. მე დიდი წუხილით მინდა ვაღიარო, რომ ბოლო დროს გავრცელდა ქართველებს შორის აგრესიული გრძნობა, აგრესია, ასეთი უნდობლობა, რაღაც სიძულვილი, მაგრამ მე ისაც მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის ჩვენი თვისება. ეს უცხოა. უცხოეთიდან მოტანილია ეს. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმის შესახებ, რამდენად არასწორია ბავშვების აღზრდა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ აღზრდაზე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, რა უნდა აკეთოს ეკლესიამ, რა უნდა აკეთოს სკოლამ და ოჯახმა. არ არის საკმარისი, რომ სკოლამ მხოლოდ ცოდნა მისცეს. აუცილებლად უნდა აღზარდოს სკოლამ, ასევე ოჯახმა და ასევე ეკლესიამ. მე მინდა ვთქვა, რომ არსებობს გონება და არსებობს გულის კულტურა, არსებობს ადამიანის ემოციები და ძალიან ხშირად ჩვენ მივხვდებით ჩვენს ემოციებს, ჩვენს გრძნობებს, ძალიან ხშირად არასწორ გრძნობებს და ბოროტ გრძნობებს. აი ამიტომა, რომ მე ძალიან ხშირად ვამბობ იმის შესახებ, რომ საჭიროა, რომ სკოლაში ჩვენ ვასწავლოთ ღრმა აზროვნება, ვასწავლოთ ანალიტიკური აზროვნება, ანალიზი უნდა გააკეთოს, სანამ გადასდგამს ნაბიჯს ან საქმეს გააკეთებს, ადამიანმა უნდა გაანალიზოს ის თავისი მოქმედება და მხოლოდ იმის შემდეგ უნდა გააკეთოს ესა თუ ის საქმე. ჩვენ ძალიან ხშირად ვაკეთებთ პირიქით და უნდა გვახსოვდეს, რომ
ორი რამ გადაარჩენს საქართველოს. ეს არის ჩვენი რწმენა, მართლმადიდებლური რწმენა და ჩვენი ეროვნული თვითშეგნება, ჩვენი ეროვნული პასეულობა. როგორც თვალის ჩინს ისევ და გაუფრთხილდეთ ჩვენ ამ საუნჯეს. წმინდა ილია მართალმა ნამდვილად დიდი სიბრძნე წარმოთქვა მამული ენას არწმუნოება. და ეს უნდა შევინახოთ. მე მინდა მივმართო დირექტორს და მასწავლებლებს, რომ სიყვარული უნდა ასწავლოთ ბავშვებს. შერიგება უნდა ასწავლოთ ბავშვებს. ჩემთან იყო ერთი ჯგუფი მასწავლებლების ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ისინი მიამბობდნენ მე, რომ ჩვენ ვასწავლით ბავშვებს შერიგებასო. ისე არ უნდა წავიდეს ბავშვი სახლში საღამოს, რომ არ შეურიგდეს თავის მეგობარს. აი ეს უნდა ვასწავლოთ, სიყვარული, შერიგება და პატიება, შენდობა. ყოველი ადამიანი შეიძლება შესწდეს და ადამიანს უნდა ჰქონდეს უნარი პატიების. ეს აუცილებელია. და მე მინდა ვთხოვო მასწავლებლებს, მე არ ვიცი თქვენ შეასრულებთ თუ არა ამას, მაგრამ მე მინდა ასეთი ლოცვა კურთხევა მოგცეთ, რომ არადროს ორიანი არ დაუწეროთ მოწაფეს. და იმიტომ რომ ყოველი ადამიანი ძალიან ნიჭიერია, გენიალურია და უბრალოდ ჩვენ უნდა მივხვდეთ, უნდა გავიგოთ რაშია მისი ნიჭი და ის ნიჭი უნდა გამოვავლინოთ. ასე რომ ბავშვებმაც უნდა იგრძნონ ეს პასუხისმგებლობა და ყოველ გაკვეთილისათვის უნდა მოამზადონ დავალება. მე მინდა გკითხოთ მასწავლებლებს, თქვენ შეასრულებთ თუ არა ლოცვა კურთხევა? აუცილებლად ვასრულებთ კიდეც ისე წმინდესად ცდილობ. ასე რომ დღეიდან თქვენ აღარ უწერთ ორიონს. დავოცილი და გახარებული იყავით. აი მე რომ ხედავ ასეთ სიყვარულს, ასეთ სულისკვეთებას, ასეთ პატრიოტულ გრძნობებს, მე ვწმუნდები იმაში, რომ საქართველო გადარჩება.